პირდაპირ ხალხზე არის დარტყმა. ეს მე მგონი არაა სამართლიანი ჩემი აზრით. იმიტომ ხალხის მდგომარეობას უნდა გავიგოთ, ხალხს უჭირს არა ესეთი ცხოვრება როგორც საჭირო. მე ამბობს საწვავი გაიზარდაო, საწვავის ფასიო და ამიტომ რაღაცა უნდა მოახერხოთ, დაარეგულიროს ეს ყველაფერი. ჩემი აზრით ასეთი. ფიქრობთ რომ 70 თეთრს ვერ შეძლებს მოსახლეობა ვერ ძალიან გადაიღოს. გაუჭირდება. ეს ვერია 70 თეთრი, ბევრი. 50 რო ყოფილიყო კიდევ მას 70 ამბავი. განმარტებით ბარათში ამ პროექტის წერია რომ საწვავის ფასი გაძვირდაო და სხვა გზა არ გვაქვსო. საწვავი დაიგოს უნდა იმდენ რომ პროდუქტი გაიაფთეს და ატვირებენ კიდე. მთავრობა აცხადებს რომ აი პროდუქტის ფასებმა უნდა დაიკლოს, მაგრამ გზავრობის ფასი ძვირდება. არ ვიცი თუ შეძლებენ დაგლებას. ეჭვი გეპარებათ. არ უნდა გაძვირდეს. რატომ არ უნდა გაძვირდეს? იმიტომ რომ ხარსა საშუალება არ აქვს, ფული არ აქვს, სამუშაო არ აქვს. მე ამბობს საწვავი გაძვირდაო და ხარჯი გამეზარდა. საწვავი გაძვირდა, მაგრამ სამუშაო არ გვაქვს. არ აქვს ხალხს სამუშაო. არა, ხელფასი არა. ანუ გაუჭირდებათ გადახდა. არა, გაუჭირდება, ყველას გაუჭირდება. ყველა. პროდუქტი გაიაფთაო სამაგია. გაიაფთო, ხან რომელი პროდუქტი გაიაფთო, ბედეხით ძვირდება. ყველაფერი გაძვირებულია. მთავრობა ჩვენსკენ არა. ვისკენ არის? ხალხისკენ არა, ვისკენა. ვისკენა? ვისკენ, ვისჯიბის. ჯიბისკენ? აბარა, ვისკენ ყველაფერი, ჩვენსკენ არა. ეს არის არასწორი. 30 თეთრი არის ძალიან ნორმალური. გაძვირება არის ძალიან ცუდი, კილომეტრს ყველას. ცუდი იქნება, მე არ ვამოწევ გაძვირებას. საწვავის ფასი გაიზარდაო და რამდენი გაიზარდა ორმაგად. იმდენი არ გაძვირებულა საწვავი რამდენსაც დამატებას პრობლემაა. ბევრია. და თუ დაამტკიცებს საკრებულო ამ გადაწყვეტილებას როგორ ფიქრობთ, გაუჭირდება ხალხს გადახდა? რა თქმა უნდა გაუჭირდება, აბა. 70 თეთრი ისა მარშრუტები და იმაზე არ ჯდება ხალხი და ავტობუსი უწლის და იმაზე ჯდება და ავტობუსი 70-იან, მაგრამ მარშრუტები კიდე მეც მოუმატებენ და იქნება კატასტროფა. პროდუქტი გაიაფთაო. რა სადაა ჯერ რა გაიაფთო? არ არის გაიაფებული. ჯერ არაფერს არ ეთყობა გაიაფება. ჯერჯერობით არაფერი, რაც იყო იგია. რაც ვირდება ყველაფერი ცუდია ალბათ. ანუ მე ამბობს რომ საწვავის ფასი გაძვირდაო და რა არ გაწვირდაო, ყველაფერი რო გაძვირდა ამ ხალხმა რა უნდა ქნასო. აგით საქმეა. ხელფასებს არსად არ ემატება და დიდი ხალხი რომ მუშაობდეს, ასეთიც არ მგონია რომ იყოს, ყველა რომ მუშაობდეს. რა ვიცი, გაძვირება ყველაფრის ცუდია ერთი სიტყვით რა. ანუ ფიქრობთ გაუჭირდება მოსახლეობას? გაუჭირდება, როგორ არ გაუჭირდება, ისეთ ცდილობენ არ გაატარონ და ისე გაძვრენ და. პროდუქტი გაიაფთაო, მთავრობა ამბობს. ხო, ბრავო ნეტა. მთავრობისთვის ყველაფერი ისეთია ფილმი. უპასო. მე ასე ვფიქრობ. ანუ თქვენ ვერ იგრძენით ეს რომ აისახა ფასებზე? რაზე აისახა? მე ვერ მიგძენი მაგალითად. პირიქით, თუ კი რამეს იგივე ფასში ვიყიდი, ძალიან მიხარია. არ მგონია რამე გაიაფთეს. გაძვირება კარგი არა საერთოდ. იმიტომ რომ შემოსავალი არ არის. ანუ ფიქრობთ რომ ვერ შეძლებენ გადახდას? შეძლებენ, ვინ ვიდანი როცა იზოლებულია შეძლებს. მაგრამ არ არის კარგი. რამდენი ლაპარაკია იმდენი ეკონომიკა იზრდება, ეს უნდა იყოს ხალხმა უნდა იყოს. პენსია მოუმატება 45. მანძია ხარ, 5-დან რაღაცა ასეთი მიზერული პენსია არცად არა. არცეთ ქვეყანაში ასეთი პატარა პენსია როგორ ჩვენო. დრას ყიდულობთ ხოლმე პე? ხოლოდ საკვები, წამლები. იქიდან იმიტომ რომ სხვა შემოსავალი არ არის. სიგარები არის. აბელმა დაიძიოს ეს არის. ეს არ არის ქვეყანა რომელიც აგრეგატული იქნება. თავისი გეოგრაფიული მდებარეობა.